ჩვენ უერთდებით პროტესტს ამ საზოგადოებისას, რომელიც ვაპროტესტებდით დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში პრაიპარადის ჩატარებას თბილისში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უღირსობა ისეთ მართლმადიდებელ სახელმწიფოში, რომელიც არის საქართველო, ასეთი უღირსობა არ უნდა დაკანონდეს. ჩემი აზრით, ქართული საზოგადოების უმრავლესობა არის მართლმადიდებელი, აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით 90% ამ ქვეყანაში არის ამ პრაიპარადის მოწინააღმდეგე, აქედან გამომდინარე, ჩვენ მთელი საზოგადოება ერთად უნდა დავდგეთ, რა თქმა უნდა, არა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით და უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოში ეს უმსგავსობა, ეს უხირისობა არ დაკანონდება და ჩვენ ქართველიერი ყოველთვის ვიდგებით ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების გვერდით. ეს ქვეყანა საუკუნეებით მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე და ჩვენ ყველამ უნდა ვცეთ პატივი ჩვენ წარსულს და უნდა აღზარდოთ საზოგადოების წევრები ისეთი რა ქვია გულისცემით, რომ მათ დაიცვან თავისი სარწმუნოება და გაიზარდონ ღირსეული ადამიანები და ქართული ოცნება ხდება საქართველოში. პირველი ხელისუფლება, რომლის ხელისუფლების პირობებში დაიწყო კამპანია იმისა, რომ მარიხუანას პლანტაციები უნდა დაწესულიყო საქართველოში და მაშინაც საპრატიროკო გამოვიდა განცხადებით და საზოგადოება ერთად დადგნენ და აღუდგნენ ამ მსგავსებას და დღეს ქართული ოცნების პირობებში ხდება ის, რომ საქართველოში ფაქტობრივად შესაძლებელი გახდა და პლატფორმი შეექმნა ამ პრაიპარადების დაკანონებას. ეს არის სამართლიანო საქციელი და ალბათ ჩვენი საზოგადოება გამოფხიზლდება და დაინახავს თუ რა გარემოში ვაცხოვრებს ქართული ოცნება. ჩვენ ვართ კაფიო და ამ LGBT პრაიდის წინააღმდეგ, ჩვენ ანუ ეროვნული ფრონტის წევრი პოლიტიკური პარტიები. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დღეს ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ღიად აცხადებს და კაფიოდ აცხადებს, რომ დაუშვებელი არის აი ამ ღონისძიების მოწყობა საქართველოში. სამწუხაროდ პოლიტიკური პარტიების ძალიან დიდმა უმრავლესობამ ხარი დაუჭირა პრაიდის ჩატარებას და რამოდენიმე პარტიამ დაიჭირა რაღაც შუალედური გაურკვეველი არცვადი დაწვა არჩამფური პოზიცია. ჩვენ გვაქვს ძალიან კაფიო პოზიცია, რომ პრაიდი საქართველოში არ უნდა ჩატარდეს და მეტიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისევე როგორც ეს გააკეთა უნგრეთმა და პოლონეთმა, ეს უნდა გააკეთდეს ოფიციალურ დონეზე პარლამენტის მიერ მიღებული აქტი. იმავდროულად ჩვენ გვინდა ხაზი გაუსვათ, რომ ჩვენ მონაწილეობთ საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ მშვიდობიან და არაძალადობრივ აქციაში და ხაზგასმით მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ თლაც სამართლიანად არ შუქდება დღესდილით მომხდარი სამწუხარო ინციდენტები და ექსცესები და ძალადობა, ამას არაფერი საერთო აი ამ აქციასთან არ არის. საქართველოს საპატრიარქო თავისი ღონისძიება დანიშნა 17 საათზე, აქ თუ ხედავთ, რომ არანაირი ძალადობა არ ხდება, რაც ხდებოდა მანამდე ეს იყო სხვა ჯგუფების მიერ დაგეგმილი სხვა ღონისძიება, რომელიც რა თქმა უნდა ცალსახად მიუღებელია, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს განხორციელებული ძალადობა, მაგრამ ეს არანაირად არ ცვლის იმას, რომ მიუღებელი არის პრაიდის ჩატარება თბილისში და ისე მინდა ესე ვთქვა, რომ როდესაც ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 80% აქვს გამოხატული ნება, რომ ეს პრაიდი არ უნდა ჩატარდეს. და რაღაცა ძალიან ვიწრო ჯგუფი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ თავისი უზარმაზარი მედია და ფინანსური რესურსების გამოყენებით ცდილობს, რომ ეს პრაიდი ჩატარდეს, ესეც ძალადობის გარკვეული ფორმა არის, ხო? როდესაც ოჯახში 9 წევრს რაღაცა არ უნდა და ერთი მეათე ცდილობს თავისი გაიტანოს, აი ესეც ძალადობა არის და ჩვენ თუ გვინდა რომ იყოს ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, როგორც ჩვენ რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ და დავიცოთ უმცირესობის უფლებები, მაგრამ უმცირესობებიც უნდა გაითვალისწინოს რა ქვეყანაში ცხოვრობს და პატივი უნდა მიაგოს და პატივი უნდა სცეს იმ ქვეყნის ტრადიციას და როგორც არის მიღებული, სადაც წაყოლი კოვიფოდი უნდა დაიყოლო. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ეროვნულ ფრონტს გვაქვს ძალიან კაფიო გამოკვეთილი ორპუნქტიანი პოზიცია. პირველი, მიუღებელი არის ჩვენთვის საქართველოს სახელმწიფოსათვის პრაიდის ღონისძიებების თავზე მოხვევა და მეორე, მიუღებელი არის ჩვენთვის ნებისმიერი ძალადობა აბსოლუტურად არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ამას, ვინ არის ან მოძალადი ან მსხვერპლი. ძალადობა როგორც ასეთი თავისთავად არის მიღებული.